ვხედავ ცოტა უფრო მეტი აქტიურობის საჭიროებას მათსავე ველზე. მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დღეს ეს პროპაგანდა მე ასე ვიტყოდი, რომ მინიმუმ სამეულში შედის იმ ბერკეტებს შორის, რასაც ოცნება იყენებს ავტოკრატიული რეჟიმის დასამყარებლად, ხო, ალბათ ამეთანხმებით. ანუ პროპაგანდა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი მათ ხელში, ესე ერთგვარი ჰიბრიდული ომის, ანუ ჩვენს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის და მათ წინააღმდეგ წარმოებული ომის ნაწილია ფაქტობრივად, ხო, ჩვენ შეგვიძლია ესეც შევაფასოთ და ამიტომ თუ ჩვენ რაიმე ფორმით შევძლებთ შევეწინააღმდეგოთ ამ პროპაგანდას, ვამხილოთ ოცნება, მათ შორის მათსავე მოედანზე, აი საკუთარ მოედანზე. ნუ ვფიქრობ ამის კარგი მაგალითი იყო იგივე გიორგი გახარიას მისვლა ამ არალეგიტიმური კომისიის სხდომაზე. ხა მესმის იგი იყო სხვადასხვა მოსაზრებები, ამ კომისიის სხდომის შემდეგაც რჩება ეს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ნუ ჩვენი ყოველ შემთხვევაში დაკვირვებით და ანალიზით გაცილებით დიდი ეფექტი მოიტანა სწორედ ამ კუთხით, აი პროპაგანდის გადატეხვის კუთხით, აი ამ ჰიბრიდულ ომში ოცნების ასე ვთქვათ უკან დახევის კუთხით გაცილებით დიდი შედეგი მოიტანა გახარიას იქ მისვლამ და პირში თქმამ, რაც იყო სათქმელი, ვიდრე შეიძლებოდა მოიტანა მისი არ მისვლას. ამიტომ ამ პროპაგანდასთან მუდმივი დაპირისპირება ნებისმიერ ფორმით, როდესაც ეს ჭირდება ამორჩევას, როდესაც ეს შედის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესში, რომლებიც ფაქტობრივად დაუცველები არიან ამ ჰიბრიდული ომის წინაშე. ეს ხო უზარმაზარი მანქანა მუშაობს მათ წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირ ჰიბრიდული ომი და ამიტომ თქვენ როდესაც ამბობთ, რა შეიძლება იყოს აი პოლიტიკური პარტიების როლი, ხო მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა სხვა მოქმედებებთან ერთად აი ამ პროპაგანდის გადატეხვა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასე ვთქვათ მთავარი და ძლიერი ინსტრუმენტი ჩვენს ხელში.